შავი ზღვის სანაპიროს ზოლის ნაპირსამაგრის სამუშაოები ბათუმის ახალ ბულვარში გრძელდება. ადგილზე ბულვარის გასწვრივ ქვიშა-ღორღის ზოლი კეთდება, რომელიც სანაპიროს შაშლის პროცესში აჩერებს. დღეს სამუშაოები ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა დაათვალიერეს. ვიცე-პრემიერმა დღეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებელ კომპანიასთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიას საკუთარი ხარჯებით მოპოვებულ 100,000 კუბურ მეტრ ქვიშას ნაპირსამაგრის სამუშაოებს უსასყიდლოდ მოახმარს. მდინარე ჭოროხის შესართავი შავ ზღვასთან ერთ-ერთი ის ადგილია შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც მძიმე მდგომარეობა სანაპირო ზოლის დეგრადაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ ხდება ნაპირსამაგრის სამუშაოები. გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებმა ერთობლივი მუშაობით მივახციეთ ჩვენ შეთანხმებას აჭარ ენერგიისთან და მან თავისი ხარჯებით, თავისი რესურსებით მოახდინა ჰესის მშენებლობის ზონიდან ამინერტული მასალის ამოღება და ჩამოტანა სანაპირო ზოლზე. ამ პროექტის და ამგვარი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვახსოვთ, როდესაც მარტში ძლიერი შტორმი იყო, თუ რა მდგომარეობაში იყო ბულვარი, როგორ დააზიანა. ეს სამუშაოები დაწყებულია. უახლოეს მომავალში პროექტი დასრულდება და უკვე აქტიურ ფაზაში შევა და მასშტაბური გახდება უფრო სამუშაოები. მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლის მიზანი არის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე ეკონომიკურად გაძლიერდეს